1918-1921 წელს იკვეთება პირველი ხო, საკვირველია, ხო, პირველი ნიშნები საქართველოს ისტორიაში სერჟანტის ეგრეთ წოდებული უნტეროფიცრების ინსტიტუტი ერქვა, ნაცვალთა ინსტიტუტი, ესე რომ ვთქვათ. ერთ საკ დამაზუსტებელს ხო არ გახსოვს ის პროფესიული წარმომავლობის ამერიკელი რომელ წელს გახარდა ინსტიტუტი? არა. მანამდე იქნება თუ მერე? მერე, 160 ხო, აი კი, მანამდე იყო ქართული, ესე იგი. თუმცა ეს ჩვენი როგორ არის, იცით? ეს სავარაუდოდ მეფის რუსეთის დროინდელი ამბავია რა. იმიტომ რომ იუნკერებთან ერთად იყო, ანუ იუნკერების სასწავლებელი როცა ჩამოყალიბდა თბილისში, იუნკერთა სასწავლებელში პარალელურად ჩამოყალიბდა უნტეროფიცერთა, ანუ ნაცვალთა ინსტიტუტი, რომლებიც თავისთავად საქართველოში ეს პირველად ოფიციალურად აქ იკვეთება, თორე ჩვენთანაც აი როგორც სოფლის თავკაცები, ადამიანები, ვინც აგროვებდნენ, თავადები შეიძლება რაღაც აი მანდ ვიპოვოთ მსგავსება. იმიტომ რომ მსგავსებები არის სხვა ქვეყნებში. 1918-1921 წლებში აი კოჯორ ტაბახმელას ანუ ეს ჩვენი ისტორიასაც მოიცავს მაგ პერიოდს, მაგ პერიოდში იკვეთება პირველი და შემდეგ უკვე ჩვენი აი ჯიტების პროგრამა რო დაიწყო, პირველად როცა ამერიკელებმა დაიწყეს ჩვენი მომზადება, ხედავთ რომ მომზადების პროცესში 80-90% ჩართულობა იყო სერჟანტების, ანუ ინსტრუქტორები იყვნენ სერჟანტები და რაღაცა გოლი იყო, რომელიც ჩვენ გვაკლდა. ხო, ანუ ჩვენ შევხედეთ რომ არ ქონდა, ანუ როგორ იყო, იცი, აი ჩვენ ყავდა პირადი შემადგენლობა და ყავდა 20-ის მეთაური, 100-ის მეთაური ბატალიონი და თუ იყო მეტი ის მეთაური. მაგ პერიოდში ჩვენი ოფიცრები განათლებას იღებდნენ გერმანიაში. და ნუ ეხა სახელები რო არ ჩამოთვალ, ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს პირველ რიგში იმისთვის, რომ პერსპექტივა დაინახეს საქართველოს თავდაცვის ძალებში, რომ სერჟანტი იმუშავებდა და ესე იგი ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ინსტიტუტი გაჩენილიყო თავდაცვის ძალებში. ეს არის აი 2000-იანი წლებია, 2001-2003 წლების პერიოდი არის. ოფიცრებმა, რამოდენიმე ოფიცერმა, ასე რომ ვთქვათ, თავიანთი ძალის ხმევით საფუძველი ჩაუყარეს სერჟანტთა, ასე რომ ვთქვათ, კურსს და დაიწყო ამ ინსტიტუტის უკვე ჩვენთან ეს ინსტიტუციური განვითარება. არ იყო სხვათა შორის პოპულარული პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც გარკვეულწილად სერჟანტის როლს ასრულებდნენ, რაღაც რუსულ გადმონაშთიდან, ესე რომ ვთქვათ, იქ უზრუნველყოფის სერჟანტი იყო, ესეთ ლიდერული თვისებებით, რომელიც მართველი იქნებოდა, ესეთ რაღაცა ჯერჯერობით არ იქნება. რაღაცა პრარაბი ტიპი უნდა ყოფილიყო, რაღაცებს იქ იმასის ლოჯისტიკას დაალაგებდა. ხო, აი პასუხისმგებელი იყო რაღაცეებზე, აი ელემენტარული რუსეთში რაც იყო, ის იყო ჩვენთან ალბათ ინფორმით ან უფრო ნაკლებით, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეს საფუძველი აქედან დაიწყო. ჩვენი სერჟანტები უკვე როგორ იყო, იცი, განათლება კი არ ქონდათ მიღებული, მაგრამ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდნენ. ანუ წარმოიდგინე ფუნქცია-მოვალეობები უბრალოდ ეწერა, ჯიტებს დავინახეთ ხო, ამერიკელებისგან რაღაცის ყველაფერი, მე დაიწერა და რაღაც პატარა კურსი გაკეთდა და მე დაიწყო ამ სერჟანტების გავრცობა თავდაცვის ძალებში, რომლებიც სხვათა შორის ერთ-ერთი ისტორიულად ძალიან ძლიერი სერჟანტები იყვნენ, ესე რომ ვთქვათ, სწორად შერჩეული ადამიანები. ამის შემდეგ, ანუ არაპოპულარული რატო იყო, ჩვენ კურსზე რომ მოდიოდა მოთხოვნა პირველ ეტაპებზე, აი 5-6 წელი. ვუშვებდით ადამიანებს, რომლებიც აშკარად იყვნენ ნიჭიერები, ანუ განათლებული ბიჭები, უბრალოდ არ ქონდათ ლიდერული თვისებები და ვუშვებდით ამ ადამიანებს მაგ კურსებზე მოთხოვნა როცა მოდიოდა. ნუ ესა და ვივიწყებთ ხა რა თქმა უნდა, იქ რაღაც ამოდენიმე კვირათვე მოშორებულები იყვნენ და მოხდა ისე რომ ეს ადამიანები რო ბრუნდებოდნენ აშკარად განათლებული უკვე ფუნქცია-მოვალეობები ათვისებული იქ რა თქმა უნდა წვრთნას გადიოდნენ და რაღაც პერიოდში ცოტა არევა მოხდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აუცილებელია სერჟანტს ჰქონდეს ლიდერული თვისებები.